მოგესალმებით ამ პარასკევ დღეს საღამოს 10-ის ნახევარზე დღეს დამატებითი საათი ესე ხვალისთვისაც აუცილებლად ვიქნებით საღამოს 9-ის ნახევარზე შაბათისთვის მე გახლავართ გიორგი დარასელია მინდა აუცილებლად მოვიკითხო დღეს ჯარისკაცები განსაკუთრებით პატიმრები მინდა მოვიკითხო და ყველა ის ადამიანი ვინც უძლურებასა შინა არის და რავი ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ ვინც გასაჭირშია ვინც დაბკოლებული ხართ დღეს და დღეს ამისათვისაც შევიკრიბეთ რომ გავიგოთ თუ რამ უნდა დაგვაბკოლოს რამ არ უნდა დაგვაბკოლოს რა ხდება ჩვენ და სასიკეთოდ რა არა იმიტომ რომ ძალიან არეულია აქაურობა ზოგი რას ფიქრობს ზოგი თავის სისუსტეს აბრალებს იმას რომ აი ხო ამბობდი იმიტომ არ მივიდიოდი ტაძარში რომ ესეთი ადამიანების ხელში ან ასე შემდეგ ანუ ჩვენთვის რა უნდა გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან სასიკეთო იმიტომ რომ ადამიანი როცა სასოწაკვეთილი ან რაღაცა პრობლემის ქვეშ არის ყოველთვის ხავს მაინც ეჭიდება და აი ჩვენ რა უნდა ვქნათ როგორ უნდა დავხვდეთ ძლიერად რომ შემდეგში ისევ არ განმეორდეს ხოლმე ესეთი მიწისძვრები ეკლესიისათვის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ამისათვის მოვიწვიეთ მამა დავით ლონდარიძე რომელიც ძალიან დიდი ხანი არ ყოლია და ძალიან მიხარია მამაო დაგულოცეთ თუ შეიძლება მე ხა დაგულოცოთ შემცად ძალიან სასიხარულოა კიდევ ერთხელ თქვენთან ეთერში ყოფნა მე ჩემს ესე თანამოაზრეთა წრეში ხვდები ხოლმე როცა თქვენთან მოდივარ ეთერში მოგესალმებით სულ ყველას გლოცავ და გაკურთხებთ გილოცავთ ყველაფერს რაც ამ ხნის განმავლობაში ვერ შეძვრით ეთერი და მომლოცავთ თქვენთვის და ავით კითხვა რომელსაც თქვენ დაასვით ეხლა მთელი ამ ხნის განმავლობაში ბოლო დღეებია ეს ბოლო გაიწელა ეს დღეები ერთი დღე ერთ წელს დაემსგავსა საათი დღეს და კვირას და აი შეიძლება ითქვათ შეიძლება საქართველოს ფიქში ტკივილში რაღაც განსაცდელებში ამ აფორიებში გავატარე და ვატარებ ჯერ კიდე იმიტომ რომ რაღაც ეს ნებები არ ჩამცხრალა საბოლოოდ და მეც აი ესე სიმაღლე და გამოგიტყვები და გეტყვით რომ მეც აი ამ ემოციებში ვიყავი რაღაცები ვაიძულე დალაგებული იყო რაღაცა გადავალაგე და გაიარა ტკივილმაც გაბრაზებამაც მოდი ესე ვთქვა და რაღაცას ესეთი შფოთმაც გაიარა და დამჭა რაღაცა ტკივილი თუმცა მე ტკივილსაც არ მინდა დამრჩეს იმიტომ რომ ეს ხელშემიშლის მე იმ დასკვნების გაკეთებაში იმ მობილიზაციაში შემიშლის ხელს რა არის ჩემი როლი ყველაფერში ამ რაც ხდება სად არის ჩემი ადგილი დღეს ეხლა მე ჩემი ასაკით პატარა არა ვარ 60 წელს მივახლოვდი და მრავალმა პოლიტიკურმა ეკონომიურმა რყევებმა თუ მათ შორის სული რყევებმაც სამხედრო დაპირისპირება გადაიარა ჩემი და ჩემი თაობის თავზე და თითქოს რაღაც იმუნიტეტმა შემეძინა ყველაფერი ამისათვის მაგრამ ეს ისეთი მძიმე იყო ჩემთვის იმათა გითხრათ რომ მძიმე იმის გამო თუ რა ჩანაფიქრი იყო ყველაფერი ამისა. მე ხა არც ის მიკვის დაუშვათ ყველაფერი ბოროტის წიაღში ყალიბდება, შემდგომში რაღაც სცენარის სახეს იძენს და მე შეეთავაზება ადამიანს და თუ ადამიანი და ადამიანები ამ სცენარს მიიღებენ, მაშინ იწყება ამ სცენარის გათამაშების თემა, მრავალი ადამიანი იკრიბება ამ სცენარის გარშემო, იწყება, რა თქმა უნდა, ეს ამ ბოროტის სცენარის გათამაშები და ყველა ვიღაცა როლებს ირგებენ და ბოროტი ყველაფერი როლებს არგებს. ხა სად არის ჩვენი ადგილი რა მე ჩემი სტატუსით მაგრამ მღვდელი ვარ ახლა მე და ნუ ვიყავი რა მახსოვს რა ვიყავი მრევლის მერვთაგანი ერთ-ერთი მერვთაგანი და სხვადასხვა მე როცა მაგონდება როცა ეკლესიაში მოსვავს აპირებდი მიმიჩქარო და მიმიხარო და მე მგონი მთელი საქართველოს იყო და მე ვაკლდი მხოლოდ როცა აქ მოვედი მე რეკენ გადავყიდე მე რაღაცნაირად ისეთი მძიმე გზომა დამეუფლა რომ კიდევ რამდენი არ არის ეკლესიის წევრი და რამდენია სამუშაო ამისათვის და როცა უფალი ამბობს რომ ბევრია სამყარო ცოტა მუშაკი და უნდა ვებედროთ სამყარის უფარსა და მრავალი მუშაკი მოვალინოს იმ მოსავლის სასაღებად რომელიც უფალმა დათესა და მანვე უნდა მიერთვას კიდევ საზებურო პურად მე როგორც ყოფილი სამხედრო ასე ვთქვა, ჩემთვის რაღაც ლოგიკა ჩამომიყალიბდა დაკავშირებით ამასთან და ქრისტიანი ზოგადად მეომარია, ჩვენ პავლემოცხოვრის ეპისტოლიდან თლიანად მეომრული განშლა აქვს. სპარაზენი, მეომარი, შემჭურვილი, სარწმუნოების ფარით, სიმტკიცის სარტყლი და ასე შემდეგ და მეომრის არ არსებობს კრიზისი. კრიზისი სიტყვა და წყევლას ნიშნავს ბედნიერი სიტყვა. აი არ არსებობს პრობლემა ჩიხია. ჩემთვის არსებობს ამოცანა. და ჩემთვის ქრისტიანისათვის სამხედროსათვის არსებობს ესე ამოცანა უდრის ამას ანუ მე უნდა გავიმარჯვო მე უნდა შედეგი მივიღო და შემდგომში განტოლება იწერება როგორ გავაკეთო მე ეს რომ ის შედეგი მივიღო რა გავაკეთო ამისათვის რომ გავიმარჯვო ერთ შემთხვევაში შემიძლია უკან დავიხიო ეს ტაქტიკურ გადაადგილების ფერმა შეიძლება პოზიტიური ომი დავიწყო გავჩერდეთ ადგილზე და ჩავიმარხო ასე თქვა მიწაში და იქიდან ვიომო ამ შეტევაზე გადავიდე
არსებობს კიდე სხვანაირი ღირსების ომიც არსებობს, იმიტომ რომ ყოველთვის აქვს ომს მნიშვნელობა, გულისხმობ, რომ ღირსების ომს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა აქვს, შენი ღირსებისათვის ქრისტიანი შეიძლება ჯარისკაც შეიძლება მოკვდეს, შეაკვდეს მტერს, მაგრამ რადგან არის ღირსება, რომელიც ცეცხლს მაღლა დგას. ეს არის კიდევ ამ შემთხვევაში ჩვენ ლაპარაკობთ რა, არა ხილურ ბრძოლაზე, არამედ უხილავ ბრძოლაზე. მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ის ბრძოლა რა ვის წინააღმდეგ ჩვენ გვიწევ ბრძოლა დაფარული მტრის, ამ უხილავის მტრის, რომელიც მთელს ქრისტიან სამყაროს, ღვთის სამყაროს ებრძვის და მისი განადგურება უნდა, ჩვენც უნდა ვისწავლოთ ამასთან ბრძოლა. ეს ყოველისა საკუთარ თავთან ბრძოლით შემდგომში შეიძლება ჩვენი გამოცდილები გადავიტანოთ ჩვენ სამოქმედო ასპარეზზე ცხოვრებაში და საქართველოს და ასე შემდეგ. ჩემი ადგილი როგორია? სად არის დღეს ჩემი ადგილი? დღეს პატრიკ ამოსხოლმე რომ უნდა ქართველობამ გვაკლია ღრმად აზროვნების ფორმა, უნდა ღრმად ჩავიდეთ ვიაზროვნოთ, ჩავღმადოთ, ჩავიდეთ იქამდე რომ ყველაფერი რაც კი ცუდია ბოროტის გამოდის, სათავეს იქიდან იღებს და ნებისმიერ დაწყებული რაღაცა თემა გაუგებრობით უნდა წყენიდან გაუგებრობით. არ უნდა მიცეთ ამ სუფლება რომ იქამდე განვითარდეს, არავის სხვათა შორის რომ დიდი ნგრევები შემოიტანოს ეკლესიაში. ხა მთელი დიდი ახალი არ არის რაც მთელი სამყარო ეკლესიას ებრძვის და მოდი ვთქვათ შედარებით ახალგაზრდა ქართული ეკლესიას უდიდეს ისტორიის თავისი გამოცდილებით უდიდეს ისტორიიდან, მაგრამ მაინც ახალგაზრდა ეკლესია, იმიტომ რომ ამ ახალ საქართველოს პირობებში შეიქმნა ჩვენი ეს დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესია და ასევე ახალია ინსტიტუციონალურად ჩვენი ქვეყანა, რომელიც 25-30 წლისაა ალბათ და თვითონაც ახლა 25-30 წელი ერთ ადამიანის ეპოქაში კი ძალიან პატარა და მას ვედავახეთ მოწიფულ ადამიანს და მithumetes ახლა სახელმწიფო რომელიც არის 25-30 წლისა ძალიან კიდევ დიდი გზაა გასავლელი იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ ახლა გასაგებია ისტორიული გამოცდილება რომელიც გვეხმარება, ისტორია რომელიც ჩვენ უკან შემოგცველი და მიგდავს სარგებლობთ რაღაცებს, მაგრამ სხვა არის სინეპირადი გამოცდილებები, რომელიც თაობა აგროვებს და გადასცემს შემდგომ თაობას. რა არის სად არის ჩემი როლი ამ ყველაფერში ამაში? იცით, აი სადაც სხვა მე მღვდელი ვარ დღეს და ვეტყვი უფრო სიტყვებს რაიმე კეთილ, ანუ რაიმე მშვენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად, ვითაც ნესაცხებელი თავსა ზედა, გარდამავალ წვერთა ზედა წვეთა არავნისათა, ერთობაში და ძმურ სიყვარულშია გამოსავალი. აქედან უნდა ამოვიდეთ ჩვენ და თუ ჩვენ გვინდა ჩვენ ქვეყანას სიკეთე გქონდეს, ჩვენი ეკლესია, ჩვენი ცხონების წიაღი მრავალი სიმრავლით აივსოს მრევლისა, ჩვენ უნდა მიმოქმედოთ ისე, აი როგორც შემდგომში ეს განსაცდელია. ამ განსაცდელია, რაც ახლა ეკლესიაში მოივლინა, ამ განსაცდელი შეიგებს მოთმინება გამოცდილებას. გამოცდილება სასოებას ჩვენ უფალზე. აი ეს გზა უნდა გავიაროთ. თუ ჩვენ გვინდა რომ ამ განსაცდელიდან რამე შედეგი მივიღოთ და შედეგი უნდა მივიღოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა იყოს საბოლოოდ შედეგზე გათვლილი, მაშინ ჩვენ უნდა ეს განსაცდელი მოთმინებით მოვითმინოთ. ეს მოთმინება გამოცდილებას შეგვძენს და გამოცდილება მიყვას იქამდე რომ მხოლოდ უფალია ჩვენი სასწავლებელი და ჩვენ მასზე უნდა დავეყრდნოთ. ჩემი ადგილი როგორც მრევლისა გითხარით ის ეკლესიის წევრი მოვედი და დავდექი მე უფალმა ისენება რომ მართლაც ძალიან ჩემთვის უხილავი მღვდელი ამ პატივში ამიყვანა მყავს ჩემი საწმსო და აქედან მინდა რომ ჩემს სტატუს ღირსებით ემსახურო. არის ეკლესიის ეპისკოპატი, ეკლესიის სინოდი, რომელიც ეკლესიის პოლიტიკას განსაზღვრავს და იგია გარანტი სარწმუნოებისა, სადაც ეპისკოპოსი იქ არის ეკლესია, მღვდელი არის ამ წმენისა და გზნეობის გარანტი. მე მინდა ვიყო ესეთი, მოდი ვთქვათ, ჩემი რევლისთვის სულიერ ლიდერი, რომელიც ვიქნები სახე ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ქრისტეს სარწმუნოების ზნეობისა და მისი რწმენის გარანტი ჩემში და ჩემი მრევლისათვისაც. მე მინდა რომ მრევლის როცა მიყურებდეს მე ხედავდეს ჩემში იმას, რომ აი ჩემი მოძღვარსავით, მყარად, მტკიცედ, მეც ესე ვივლი, მომნახავ ჩემს სეგმენტს ამ ყველაფერში და მინდა საკუთარ თავში დავიცვა ქრისტიანობა, მინდა საკუთარ თავში დავიცვა ქრისტიანული ზნეობა, მინდა ვაჩვენო ჩემს ზნეობას, ჩემს სულიერ შვილებს. აქ უნდა იყოს ჩვენი ადგილი დღეს. და მე ვერ ჩავერევი ვერანაირად არ მინდა ჩემ თავს ვერ მისცემ იმის უფლებას რომ ეკლესიის პოლიტიკის განსაზღვრაში შევერიო და რაღაც უფრო რთულზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ მე ამის გამოცდილება არ მაქვს, არც ამის სტატუსი მაქვს, არც ამის პატივი მაქვს. მე როგორც მღვდელი ქრისტესი ვამბობ, რომ მტრობას ამარცხებს სიყვარული, ბოროტებას სიკეთე, დაპირისპირება შერიგება.
ამ პარტაუნება უნდა დავამარცხოთ თავდამლობით და გვახსოვდეს რომ ჩვენი ეს სული ყოფითი სამყარო მთავრდება და დიდი სამჯაროს წინაშე წავდგებით ღვთის წინაშე და ჩავაბარებთ გამოცდას ისეთი როგორც ვიშვით შიშველნი ღვთის წინაშე წავდგებით მის წინაშე ყოველგვარი პატივის გარეშე და ამ პატივს იქ განიჩინა ჩვენი პატივი ვარ თუ არა პატივის ღირს ვატარე თუ არა ეს პატივი მორწმუნისა, მრევლისა, ღოდლისა და რა თქმა უნდა ეპისკოპოსისა რომელიც არის კიდევაც ყველაზე უმაღლესი იერარქი მამა უკითხვა მინდა დაგისვათ შეიძლება თემას რაღაც მიმართულებას ვიცემდნენ ელა თვითონ ადამიანები მამაო როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ადამიანებს ფაქტია რომ ფასი არ იციან მამაო მეორე ადამიანისა თუნდაც ის რომ მაღალი იერარქი ერთს არ აფასებს ეხლა პატრიარქს არ დააფასებ აქ უკვე ზედმეტია ლაპარაკი ხო ყველაფერზე და ვიღაცა საერთოდ შეიძლება მუსლიმი ჩამოვიდეს და იმან დააფასოს და გულსატკენი არის ეს ყველაფერი მაგრამ შენ როგორც ადამიანმა როგორ უნდა მიიღო ეხლა ჩემი პატრიარქი თუ ვერ დააფასა ვიღაცამ და ძალიან ცუდად მოიქცა ეხლა მე ის მტკივა რომ სიტყვაზე ჩემი არის და მე მეტკინა იმას ეთკინა ვისიც არის ხო მე იგივე რომ სიტყვაზე იმ ადამიანზე რაღაცა ცუდი გავაკეთო ხო ისიც ხო ვიღაცას უყვარს ანახა ხო აი გადამიხედია მამაო თუნდაც ინტერნეტში აი ლანძღავენ ერთს მეორე საქებე რაღაცა მაგრამ მე უკვირდები ხოლმე რომ ის ვისაც ლანძღავენ ხო ვიღაცისათვის შეიძლება მთელი სული და გულია ვიღაცისათვის შვილია ვიღაცისათვის მამა ვიღაცისათვის დედა ეხა იქ ერთი ორი მეგობარი ხო იცით მამაო სასულიერო პირები ყველგან არიან იქაც ყავს იმ ეპარქიაში რაღაცა და გადავხედე და ჩემთან მეგობრობენ მამაო და ამ დროს იცავდნენ ისეთ ვიღაცას რომელიც მე ვფიქრობ რომ ამათ ხო არ დავკარგავ ამის გამო და მოდი ამ წავს მე გავჩუნდები რაღაცამ გამაჩერა რაღაცამ გამაჩუმა ისე გული მწყდება ხოლმე მე რა რომ ანუ ამ ადამიანებს რომელთაც ხელში თითქოს ჩვენი გემია სადაც ჩვენ ზივართ ანუ აბნევენ ამ ყველაფერს და ჩვენ არ გვიფრთხილდებიან და ჩვენ უფრო მეტი გვესმის ხანდახან ვიდრე მათ მამაო ძალიან გული მწყდება ხოლმე ანუ აი ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას იმ მორწმუნე მამაო იმიტომ რომ არ დაიცვა არ თქვა კიდე უარესია შეიძლება იმიტომ რომ ხვალე გამოვა და რუსთავი ორი იმედ და იმას კი არ იკმარებს შეიძლება BBC-ზე თქვას რომ პატრიარქიო და საერთოდ მთელი ეკლესია ცუდიაო სიტყვაზე აი ამ შემთხვევაში მამაო რა უნდა ქნას იმიტომ დაბნეულია მორწმუნე ისე რომ საერთოდ დუმილს კი არა წასვლას ეკლესიიდან არჩევს ბევრი ადამიანი მამაო თუ შეიძლება მამა ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ მე ვიცი ერთი სიტყვები რომ ეშმაკი ყოფსო და უფალი აერთიანებსო ხო ჩვენი უწმინდესიც ბრძანებს ხოლმე ხშირად ამას ხო და ეს ფაქტია იმისა რომ ესე რომ იზამ ადამიანი ხო და ეკლესია 2 და 5-ად გაიყოფა ხო შენი ლაპარაკით მრევლი თვითონ თორე ეკლესიას რა გაყოფს ხო ესეთი მოუნელებია კიდე მოინელებს ამათაც მაგრამ სიტყვაზე ვამბობ მამაო მრევლი რო ესეთ იტანჯება მამაო და ტანჯვაშია შენი საუბრით იმის მაგეთ სიყვარული ასაუბრობ სიბოღმავ ამდენ მრევლს რა უნდა ქნან მამაო და აი რა მოიმოქმედოს აი ჩემმა ჩვეულებრივმა რიგითმა ჩემნაირმა მრევლმა მამაო იმიტომ რომ გაურკვეველობაშია ადამიანის შეიძლება ბოდიშით იცით აი როგორ არის ძალიან არ არის ადვილი ყველაფერი მე ნახე მაშინ როცა ეკლესიაში მეც მოვიდი როგორ მოვიდა ხალხის მოაწყდა ეკლესიას მოაწყდა და იპოვა ის ხსნის თავისი ნიში ეკლესიაში ქართულმა კაცმა ამგზი და მას ვეღარ გადაიყვან შეიძლება ვიღაცა მოვიდეს წავიდეს რაღაცა მიზეზების გამო არ იყოს მყარა დღეს რაღაცამ დაღაცის გამო დაბკოლდეს რა თქმა უნდა თითოეულს უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ წემსი რომელიც რომელიც ჭეშმარიტი მწყემსია ის მიატოვებს 99 ზღვარს და წავა 11 ზღვრის გადასარჩენად რა თქმა უნდა ესე უნდა იყოს როცა მოვა მრევლი ეკლესიაში მან უნდა განსაზღვროს რა არის მას მთავარი ღირებულება ეს არის არს მისი რაში მდგომარეობს რომ უნდა ემსახუროს უფალს თუ მღვდელი მაგალითად ან თუნდაც უმაღლესი იერარქი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას რაც მათ სხვას აგისებს წინავდი ნათელი თქვენი წინაში კაცთა და იხილოს საქმენი შენი კეთილენ და ადიდებდნენ მამას ზესათასა რა უნდა ქნას იმ რევლმა რა ქნას უარი თქვას ეკლესიაზე უარი თქვას ცხონების წიაზე არა უნდა მე მტკივნეულად თავი ჩახაროს ალბათ უნდა ეტკინოს ეწყინოს და თქვას რა ძნელია მე ესე გადავჭი რამოდენიმე რა ძნელია იყო მწყემსი რა ძნელია როცა ამხელა უმაღლესი წმინდეს გთხოვს შენი სტატუსი შენი მღვდლობისა ან და დაუშვათ ეპისკოპოსობისა სადახარ შემოწ ხვარი ყოველთვის უნდა იყოს ფარეხი შიგნით წემსი
აუცილებლად წევსი ჩვენი უფალია. ჩვენ ლაპარაკობთ, როცა ჩვენ ლაპარაკობთ მოძღვარზე, მე მოძღვარი მქვია სახელად, ხო? მოძღვარი მაცხოვარია და ჩვენ მე პირადად ესე ვიძახ ხოლმე, რომ მე მისი მოძღვრობის უღირს მასწავლებელი ვარ. ვარ მასწავლებელი, რა თქმა უნდა, მასწავლებელი მოძღვარს ნიშნავს თავისთავად, მაგრამ მოძღვარობა ქრისტესია. მისი მოძღვრობას ვასწავლით ჩვენ და ერთადგან აქვს ეს ნათქვამი მაცხოვარს, რომ სახარებაში რომ დადგება ჟამი, როცა ტახტზე დაждდებიან მოსეს ტახტზე დაждდებიან ფარისევლები და სადუკეველები და მათი საქმეები არ აღასრულოთ და ისესაც გიხადებ ეს აღასრულეთ. ამიტომ არც ერთი მოძღვარი არ უკადაგებს მრევლს საწმუნოების გარეთ რაღაც სხვა. თუ ისეთ რამე გამოჩნდება, თქო, იმიტომ არსებობს ეპისკოპოსი და იმიტომ არსებობს მრევლიც უნდა იყოს განათლებული იმ დონეზე თვითგანათლებით, რომ გაარჩიოს იფქლი ღვარძლისაგან და არ შეეშალოს და თუ ისეთ გამოჩნდება კიდევ ვიძახ მაშინ ეძებოს სხვა მოძღვარი, ვიდრე რამე გამჟღავნებოდეს ყველაფერი ესა და ერთგულებაშია გამოსავალი ერთგულებაშია, გამოსავალი ეკლესიის ერთგულებაშია, გამოსავალი შენის ცხუნის ცხონებაშია, ეკლესია მუდმივად რჩება ცხონების წიაღი როგორც ინსტიტუცია მისტიკური და ეკლესიას აქვს თავისი ხელის საზღვრებით და თავისი ინსტიტუციონალური შემადგენელიც. ჩემგან, შენგან, მრავალი მრევლის წევრისგან შედგება და ისეთი ეკლესია დღეს ინსტიტუციონალურად ხილული ფორმით, რა თქმა უნდა, ხილულ საზღვრებში, როგორც თვითონ ჩვენთაგანია. და მრევლმა რა უნდა იფიქროს, იცით? ახლა მე როცა ეს ამბავი საბოლოო ჯამში მივიყვანე ჩემ კონდიციამდე, როგორც მე მოქმედებას ვიწყებ ხოლმე, საოცარი ენერგია ვიგრძენი. მე ახლა უფრო გულით უნდა ვილოცო. მე ახლა უფრო წირვებზე უფრო მყარად უნდა ვიდგე. ახლა უფრო უნდა შევინარჩუნო ფიქრშიც კი არ უღალატო ჩემს ეკლესიას, ჩემს უფარს, ჩემს სული ცხონების საკითხს. მე ესეთი გადაწყვეტილება მიიღო შინაგანად. და არა ის, რომ დავუშვათ ვიღაცამ თქვას, რომ ნუ იცი ახლა გული გააუტყეს, ხელი ჩაექნიოს. თუ პატრიარქის სიტყვის გავემორებ, იმედი და სასოება გადაარჩენს ქართველს, წმენა, იმედი, სასოება. ეს არ უნდა დაკარგოს. თუ ამას არ დაკარგავს, ჩვენ გადავრჩევით. მე ძალიან გული მეტყინება, რომ ვირმე დღევანდელმა სიტუაციამ დააბყოლოს. მე მინახავს დაბყოლებულ მრევლი, ხან ერთ რაღაცას მოყვა, ხან მეორე რაღაცას მოყვა. შეიძლება დღესაც შეიძლება მრევლი დაბყოლდეს ამის გამო. რა თქმა უნდა, ეს ყველა თითოეულ ჩვენთაგანს მოეკითხება, ვინც მწყემსად არის დადგმილი ეკლესიაში, ჩვენთაგანს მოეკითხება ძალიან მძიმედ, ძალიან მტკივნეულად მოეკითხება ამის შესახებ. ჯობიაო ერთ-ერთის დაბყოლებას ვირის საფქვავი მოებას წყალში გადავარდეს უფალი ამოს ამის შესახებ და რა მძიმეა ეს განაჩენი, ხო? და მაგრამ მე მინდა რომ მრევლი უფრო აქტიური იყოს თავის სული ცხონებისათვის. არა ესეთი შემყურე მაინც და მაინც როგორც ეხლა მღვდელს თუ შეეშალა და ჩასაბრებული აი შეეშალა მე წავა. თუ წასვლამდე ეხლა შეიძლება ჩიტი გაფრენას ელოდებოდა ხელისაკნევს ელოდებოდა ხო? თუ ესე წასვლამდე შეიძლება წავიდეს, მაგრამ რა თქმა უნდა მე არ უნდა გავხდე ამის მიზეზი, ჩვენ არ უნდა გავხდეს ამის მიზეზი, იმიტომ რომ ჩვენ მოგვითხოვება ყველაფერი ეს და ისე მრევლს კიდე დამიჯერეთ უფრო მტკიცე ხელსაწყოდი უნდა იყოს ეკლესიაში. არა მოძღვარი, არა სასულიერო პირი და მისი საქციელი ზოგადად და მასზე კი არ იყოს დამყარებული მისი წმენის ქვაკუთხედი, არამედ მაცხოვრის ცნებებზე, ცნებაზე, ცხან ეტარებაზე, მაცხოვრის საოცარ წამსზე და მთელი ამ მაცხოვრის საოცარ სულიერ უდეს საგანძურზე, რომელიც სახარებაში დებს. აქედან განისწავლებოდეს მრევლი, თვითონ ასწავლდეს ამას და ამაზე იმყარებოდეს. არ შეიძლება ადამიანის ქცევამ დაგაბყოლოს ღვთის წინაშე. მე მესმის რომ ყოლდებიან, არ არის ადვილი. სხვათა შორის ჩემ მრევლში ნაწილში მაქვს ამაზე კამათი. ხედავ ერთინი როგორ მოიღუშებიან ხოლმე ასეთი ამბების გამო და რაღაც მასში ვხედავ ჩამქრალ თვალებს დავინახავ, ამ სხვები უფრო აქტიურად იწყებენ ამაზე ბრძოლა და მეუბნებიან, მე ვაძლევ ამის საშუალებას ჩემ მრევლს, ჩვენ გარდა იმისა, ჩემი მრევლი, ჩემი სული და ზმანი არიან სულ. და ძალიან სერიოზული დისპუტები გვაქვს ხოლმე ამის შესახებ და მეც ისეთი ემოციური კაცება და მიწევს ხოლმე ესეთი ემოციური ახსნები, ხო და მადლობელი ვარ, იცით, აი ამ ყველაფრის იმის, რომ ძალიან აქტიურად უნდათ რომ იყვნენ და ეძებენ ძალიან მყარ ხელმოხოჭებს. მე თუ მიმყავს ხოლმე უფალთან. ყოველთვის მივიყვან უფალთან. მოდი ადამიანია მოძღვარი. ადამიანი მოდი თუნდაც ეპისკოპოსი ადამიანია. შეუმცდარი არავინ არ არის გარდა უფლისა, ხო? და მოდი შენ უფრო მყარ შედი 60-ის ბაღში, შედი ამ ლიმენარში. ნახე როგორია იქაური სურნელი და იქიდან როცა გამოიხედავ, ეს ყველაფერი მოგეჩვენება ძალიან პატარად. ძალიან აი ამოვებად მოგეჩვენება და აღარ მოგინდება ამ კამათში ჩართვა. იმიტომ შენ თავში იტყვი რომ ღმერთო მე ხო უამრავი რამე ჩემ თავში ესეთი მაქვს. თუნდაც იგივე ძალაუფლებისკენ სწრაფვა, ანგარების დამოკიდებულება, ეკლესიაში პატივის სიყვარული ამ ყველაფრის ამისა, ქედმაღლობა და პატავნება რომ არ უთმობს სხვას, ატომიან დამით. ეს ყველაფერი ჩვენში ყველაფერში არის. ერთ შემთხვევაში ვიღაცას მიეცა ამის საშუალება და გამომჟღავდა. რა თქმა უნდა მას აქვს ძალაუფლება მიეცა და ამიტომ გამომჟღავდა. მეორე არ გეძლება შენ ძალაუფლება და მადლობა უფალს რომ არ აქვს იმის საშუალება
ყველაფერი გამოამჟღავნო, ხო? მაგრამ შენ გულში ხო არის ყველაფერი ეს. მე ხა ველოდებით ჩემ რემში ამას დავждებით ვისაუბრეთ ამის შესახებ, ვილაპარაკებთ, ქადაგებაში ვიტყვი რაღაცას, მე დავждები და ვისაუბრეთ ამის შესახებ, ინდივიდუალურად მექნება ამაზე საუბარი, როცა კიმნოდ მოვ ადამიანი მარტო ჩემს სასაუბროდ ამის თემაზე და მე ყველაფერს და ჩამოყალიბდები და ჩემ რევთან არც ერთს არ გავუშვებ, არცად. ვერ დავთმობ ერთს. არ მივცემ ამ გაუგებრობას და ამ დღევანდელ რაღაცა მართლა გაუგებრობას, რაც ახლა არის, როგორ უნდა სერიოზული სახელმწიფო დავაგოთ ამას. კიდევ ვიძახი, ეს არის განსაცდელი, მოდი და განსაცდელი მოვიდა, რომელიც ღვთისგან დაიშვა და ეშმაკისგან მოვიდა ჩვენთან და ყველამ ჩვენ განსაცდელი ჩვენი პასუხი უნდა გავცეთ. ანუ მე ამ განსაცდელის წინაშე უნდა ჩავაბარო გამოცდა. მე მინდა ჩავაბარო გამოცდა მოძღვარმა. უნდა ჩავაბარო მრევლის წერმა და ცხარმა და კრავამორჩილმა და თუ ჩვენი ეკლესიას ეყოფა და ჯერა რო აქვს პოტენციალი. მარტო პატრიარქის საოცარი სიდიადე ამ ეპოქალური და მართლა ტიტანი ადამიანისა მაძლევს იმის რომ ეკლესია დაძლევს ამას. მე ვხედავ ამას ჩემ ეკლესიაში. მე ქრისტეს იმჯერა, მე ჩემი ზეცური წმინდანები ჯერა, მე ამ ეკლესიის წმინდანები ჯერა, ვინც უანგარო დაპირებენ მსახურებას. არა მარტო დავუშვათ ვიღაცას წინაშე, ვიღაცას ბრალი წაუყენოთ, არა მე მას არ ვიძახი. ხანდახან სწორედ ერთხელ მაგამახსენდა ახლა გრიგოლი ღვთისმეტყველმა, როცა მივიდა მაშინ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში, სამი ტაძარი იყო დარჩენილი მართლმადიდებლური დანჩი იყო და წამოვიდა სამიღა იყო დარჩენილი მარტო ერეტიკული და კაცმა თქვა რომ თუ მე ვარო იონასები გადამაგდეთო წყალშიო. წამოვიდა ადამიანი, ასე წავიდა ოქროპერიც და როცა ეკლესიის ინტერესა მოითხოვა, მთავარია რომ ღირებულთა სისტემა არ შეგვეშალოს, მე ჩემში ღირებულებაში უმაღლეს ღირებულება არის უფალი, მისი სახლი ეკლესია და ჩემი სული, რომელიც მე ამ ეკლესიაში უნდა ვიცხოვნო. ესე თუ დავაგდებ და არა ჩემი ინტერესი, ჩემი ადამიანური რაღაც მოთხოვნები, სურვილები, არც ადამიანური სიმართლეები. როცა ორი ძმა, სამი ძმა ერთმანეთს ურტყამს, ლანძღავს, ტალახს ესრვის, როგორი მართალიც არ უნდა იყოს რომელიმე, უკვე არ არის მართალი, იმიტომ რომ ჭეშმარიტებას თელავს. ამიტომ ჭეშმარიტება მაღლა უნდა დავაყენოთ, ღირებულებათა სისტემა სწორედ დავალაგოთ, უფლის მოწოდების სამებრ ვიმოქმედოთ და მე მგონია რომ აი ახედან ამ განსაცდელიდან შევძლოთ უნდა რომ შედეგი მივიღოთ ის, რომ ეკლესია უფრო გამტკიცებული, განწმენდილი, მრევლი გაძლიერებული, გამოწრდობი და გამობრძმედილი ამ ძმეთში, ამ განსაცდელ ბრძმეთში გამოვიდეს და სასწორებდეს უფალზე და ჩვენს ეკლესიას. დიახ, დიდი მადლობა მამაო და რის გამო ეხა ეს ფაქტია, რომ ეხა სასჯელი არის ჩვენზე, რომ ეს რაღაცები რაც გვეპარება, შეიძლება სასჯელიც არ იყოს შემდეგში, რომ რაც გვეპარება, აქვე არ გვეპატიება ამ ქვეყნა და შეიძლება ყველა ნაღმი ფეთქდება და უნდა წავიდეთ აქედან მე მშვიდად და რაც გამოპარვია რა შეცდომაც ყოფილა, ხო, ყველაფერმა თავი იჩინა ფაქტიურად ამ ბოლო ხანებში ეს იქნებიან ლიბერალები, ეს იქნებიან რადიკალები თუ ნებისმიერ ის ადამიანი, ვინც ეკლესიისათვის არის მტერი, ყველა მიჩინა ფაქტიურად თავი. მე არ გამსჯიდა, არავის არ დავარქვენ მტერს ესე კონკრეტულად არ მოვიხსენებ, იმიტომ რომ თქვენ ბევრი ადამიანი გყავთ იმის იქით რაღაცა და არ მინდა რომ ვიღაცებს გული ვატკინო, მაგრამ ყველა ხვდება მიახლოვებით, ხო? ვინც ეკლესიას უშავებს. დღეს ის არის ეკლესიის ტერი, ვინც სიტყვაზე ამდენი ხანი წმინდანებს სისხლი დაუღრიათ იმისაც თუ თითოეული ჩვენთაგანი იქ მივიდა ეკლესიაში და ვისაც უკან გაყავს ეკლესიიდან. ის არის მტერი ეკლესიის, საერთოდ ეს ეგრე ითვლება ეკლესიაში და ყველგანაც, იმიტომ რომ ვიღაცა მოვიდა იმის ფასად, რომ მამა გაბრიელმა ამდენი ცილის წამება, ამდენი საცოდაობა ითმინათ, ამდენი, რა ვიცი, ეთკინა და ვიღაცა დღეს იბადება, ჯერ არ გაუღვიძია და უკვე ისეთ ბოროტებებს ჩადის, რომ ადამიანებს სალაპარაკოს აძლევს და ეკლესიიდან წასვლის მიზეზი ხდება მისი სიტყვა და ეს არის უკვე ეკლესიის მტრობა და დანარჩენი მიხვდები თქვენც ახლა ვინც საუბრობს ამდენს, უკვე ეგეც არის ეკლესიის ტერი, ვინც ჩაუგდებს ხელში რუსთავიორს, ტაბულას და ასე შემდეგ ჩვენ მტრებს ჩაუგდებს ხელში იმას, რაც ჩვენთვის ყველაზე წმინდაა და ყველაზე მაგარი არის პატრიარქი მისი რა ვიცი, ყველაფერი და მისი ქმედებები და რავი, ბედნიერი ვარ, რომ ეს პატრიარქის ყველაფერი არის ცილის წამება, ისო სიტყვაზე პატრიარქს რაღაც მართვა არ შეუძლია რაღაცა, ეს ყველაფერი ტყუილია და პირიქით, პატრიარქი არის ყველაზე მაგარი და აი ეს აღიზიანებს სწორედ მტერს და აი ამ ნაღმებს, იმიტომ გვიფეთქებს ხოლმე აქეთ-იქით, მაგრამ პატრიარქს ამაზე მეტი გადაუტანია და კიდევ გადაიტანს ღვთის წყალობით, ღმერთო კარგად გვიმყოფი და მამაო, რა უნდა ქნათ, მამაო, ადამიანებმა? კიდევ ერთხელ ვკითხოთ, ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ
ფაქტია რომ უყურებენ რომ ის ადამიანები ვინც ეკლესიას უშავებენ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ერთად იზრდებოდნენ ჩვენთან ერთად არიან მე კი ვამშვიდებ ხოლმე რომ სიტყვაზე იესოს გვერდზე იყო იქ რაღაცა იუდა რომელმაც უღალატა იქ მეორე მუღალატა ის მაცხოვრის გვერდზე იყო და მაცხოვარი ანუ პატრიარქი სხვა სიმაღლიდან იყურება და ეს ყველანი თქვენი თქმის არ იყოს ეცოდება ზემოდან იყურება და ანუ როგორც ღმერთი ვერ გაწირავს ისე პატრიარქსაც ისეთი ხედვა აქვს როგორც წმინდა ხედვა აქვს და ვერ წირავს თავის შვილს რომ იმიტომ რომ ხო არ გაწე ხო არ ეტყვის რომ შენ ვისაც ეხა ცუდ დღეში ხარ და დახმარება გჭირდება წიხს ვერ გკრავ ანუ მე შემილია რომ ვიღაცა რომელიც ფსიბოროტეს ჩადის კრა წიხლი იმიტომ რომ არ ვარ იმ სულიერ სიმაღლეზე ხო მაგრამ პატრიარქი ხო სხვა სიმაღლიდან იყურება პატრიარქი ვისაც სიტყვაზე დახმარება ჭირდება იქ დასავლეთში იქნება ეპისკოპოსი თუ ვინ იქნება ხო იმას დაეხმარება ვიცი მე ზუსტად იმიტომ რომ ამის გულის ვიცი რომ ეხლა ჭირდება მას აბა ავათ რო არის მაშინ ჭირდება კაცთორ აი მეუნება რომ მაშინ გავიდეს ეკლესიიდან ის სულად რო იქცევა რატო გყავთ გვერდით კითხვას მისვამი მამაო და თუ შეიძლება ამას მეც გითხავთ თქვენ როგორც ჟურნალისტი როგორც მრევლი და რა ვიცი როგორც უბრალოდ გიორგი რა რომ აი რა უნდა ვქნათ ის ადამიანები აი თუნდაც ვინც არ მოსწონთ ხო სხვა ხალხს აბკოლებს ხო აი მეუნება რომ ჩემს გვერდზე ეს ცუდი ადამიანია ეხლა თუნდაც იმაზე რამდენი რაღაც ცუდი ითქვა ხო რა უნდა ქნან მამაო გეკითხებით აი მე ზუსტად იგივე კითხვას რომ აი ესეთი ცუდი ადამიანები რატო გყავთ გვერდით აი თუ შეიძლება ძალიან უბრალოდ მე კი ვიცი მაგრამ უბრალოდ ისეთ ბანალურ კითხვას გისით რა დაბალი დონის მაგრამ მაპატიეთ არა ჩემს საყვარო მე რასაც თქვენ ამო ჩემთვის ძალიან აქტუალურია ეგ თემა ეხლა არ გეგონოთ ეხლა გასაგებია პატრიარქი სხვა სიმაღლიანი იყურება ნამდვილად და იმიტომ არის მე არწივზე დგას და სამყაროს სხვადასხვა უყურებს ხა მე იგივეა ჩემი სამწყსო რომელიც ჩემ გარშემო და მე მათ შორის ვარ მასშტაბით პატარაა თორე იგივე ქართველებისგან შედგება აბსოლუტურად იგივე მოცემულობებით შედგება იგივე ზნეობრივი ღირებულებებით შედგება რა ზოგადად ჩვენ ქართულ ეკლესიაში არის ხო აი მერწმუნეთ რომ ყავს მრევლში არიან ისეთი რომ ერთი წამითაც რომ მე პატრიარქის და მაგალითს არ ვიღებდი იმ საოცარ სიყვარულს მაგალითს არ ვიღებდი რაც პატრიარქს დამოკიდებულებაში აქვს თავისი ესე მოდი ვთქვა ესეთი ურჩი არაკრავების არა მთხების მიმართ ხო დამიჯერეთ ქრისტეს ეკლესიაში და ჩემი საწყო და რამოდენიმე სხვა წავიდოდა დავიდოდა თქვენ იცით რომ წასულ ეკლესიიდან ვის უერთდება და სასად უერთდება ერთი რომ და არა მარტო იმიტომ რომ დაუშვა რა თქმა უნდა ქრისტეს სულია და ეკლესიაში უნდა დარჩეს არამედ ჩემი სული ცხოვრების ვაკეთებ ამას და უფრო მეც მათთან მუშაობ უფრო მეც მათგან ვითმენ და ეს სწორია, ესე უნდა იყოს. და მithumetas პატრიარქის სიყვარული, რომელიც მართლა ძალიან საოცარი სიყვარულია. მე ვიცი, მინახავს, მაქვს ხოლმე მასთან ურთიერთობა, მქონდა მასთან ურთიერთობა და არიციან, ვინც ამობს იმას პატრიარქის გარეშე, რამე კეთდება იქ ზოგადად მე არ ვიცი ადამიანის მასშტაბის დონეზე, ეკლესიის მასშტაბის დონეზე ის არ იცნობს პატრიარქს აბსოლუტურად. არ უნახავს პატრიარქის საქმეში და ჭორებზე აყოლე. ამ ბოროტა დაკეთებს ამას, იმიტომ რომ მე ვიცი თუ რა პრინციპულია პატრიარქი. საოცარი თავისით მოდით, აი მე მქონდა შემთხვევები, აი მისმენდა მის 1 საათი და 2 საათი მისმენდა. უმტკიცებდი იმას და როგორ მეგონა რომ დამეთახმა არა შვილო ესე არა, აი ესე ექნება. აი ესეც საოცარი სიმტკიცით. როგორ უდეს პრინციპულობას იჩეს, როგორი მოსიყვარული, როგორ სითბო და ამ სითბოთი სწორედ ჯობნის იმ აი ჩვენ თქვა მოდი იმ მოდი რაღაც კატეგორიულობას, ჩვენ მხრიდან ცივ პრინციპულობას, რაღაც პედანტობას ადამიანთა ურთიერთობაში ამან ეს დააშავა და მის ამას იმსახურებს. ესე არ არის. ყველა ადამიანის სიყვარულს იმსახურებს, მithumetes ვისაც ვინც რაღაცაში წომა დაუშვა, იმის გამო რომ შეცდა, ხო? ადამიანი და შეცდა. პატრიარქი სწორედ იქ არის, როფალი გამაგას არ აქვს, სადაც გამრავლა წოდვა, იქ გარდავამეტე მადლით და უდიდესი ნდობა პატრიარქისა თითოეულ ჩვენი მრევლის მხრიდან მე კიდევ მივცემ თავისუფლებას და თითოეულ ჩვენთაგანს, ვინც ეკლესიის წევრად არის და მოიაზრებს საკუთარ თავს, იმ ქართველებს, ვინც ეკლესიის აქტიური წევრები არიან, მაგრამ ამ კულტურული ჩვენი გარემოსული და სიფციშვილები არიან, ვინც თავის თავს წარსულს უკავშირებთ, უნდა დღეს ეკლესიის წევრები არ იყვნენ, ენდეთ ეკლესიას.
არ თქვა თუ არის სული ცხონებაზე, ჩაივლის და გადაივლის ყველაფერი ესეც გარდაივლის. აუცილებლად წყალი წავლენ და დარჩება ყველაფერი საქმე. შეიძლება იცით როგორ არის ადამიანი ხანდახან აკეთებს, მუშაობს, რაღაცას მას უამრავი შეცდომა მოდის ურთიერთობებში, იმასთან უხეშია ის, მაგრამ გააგდოს თავის მრევლიდან, ან რაღაც უხეში მოდი თქვა აწყენინა თუ გამოლანს არ ვიცი, მაგრამ უამრავ კაც საქმეს აკეთებს, ხო? ეს შემდგომში ეს მოცხებული ეს გარედან რაღაც ურთიერთობის ტალახი მოცილება ყველაფერს, დარჩება საქმე ურთიერთობაში შეიძლება უხეშო ახასიათებს, მაგრამ საქმეები დარჩება ძალიან. აი ეს საქმეები გქონდეს, თორე ადამიანურად ვაპატიოთ ერთმანეთს. თუ შევხედათ, რომ ადამიანი ღერძულად კარგია, ის ღვთისშვილია, ის ცდილობს გამოუვიდეს, მაგრამ დაღლილობის გამო თუ იმის გამო თუ თუნდაც ხასიათის რაღაცა შტრიხების გამო არ მოგწონს, ჩავიხედოთ სარკეში, ნახოთ რომელს მოსწონს საკუთარ თავი, რომ აბსოლუტურად მისაღები გონია. ეს სხვა პარტავნება იქნებოდა მაშინ. ჩვენ თავიდან დავიწყოთ გამოსწორება. თუ რამე აკლია, თუ რამე გვაკლია ჩვენ ეკლესიას, ჩვენ არ ვაძლევთ მას. და ჩვენ გვინდა რომ ისეთი იყოს, როგორც მე მინდა იყოს, მაგრამ მე რო არა ვარ ესეთ ამოცემულობით არ შევდივარ ამ ეკლესიაში, არ მიმაქ ის რაც უნდა მივიტანო, როგორც მე მინდა დავინახო ჩემი ეკლესია. ადამიანის თითოეული ქმედება, სიტყვა, ეს ყველაფერი ერთად იკრიბება მერე და ქმნის გარემოცვას, ქმნის გარემოს. ჩვენ ერთმანეთზე მოქმედებთ კიდევაც და აი თუ გვინდა ჩვენ კიდევ ვიძახი ეკლესია იყოს უკეთესი. უკეთეს ურთიერთობაში ვლაპარაკობ ამას. მაშინ ჩვენ დღესვე აი ამ განსაცდელიდან უნდა ვთქვათ, რომ თუ აი ეს ჩვენი, რასაც ჩვენ ხარვეზებს ხედავთ ეკლესიაში, ჩემი შეტანილი ხარვეზიდან, იმის შეტანილი ხარვეზიდან იძლევა შემდგომში ამ, მოდი ვთქვათ, უარყოფით რაღაც მოცემულ მუხტს და გამოვასწოროთ არა სხვისგან თითის გაშვერით და სხვისი ნაკლების მითითებით, არამედ მე ჩემი ნაკლები ჩავღრმავდე უნდა, ჩავიხედო საკუთარ სულში და იმის მოცემულობით დღეს კვირა იქნება საშინე სამჯავროს კვირა იქნება, რომ წავდგები საშინე სამჯავროზე და უფალი ჩემი საქმეებით გამჯის, ჩემი ცოდვების გამო გამჯის და არა იმის ცოდვების გამო, რომელიც გვერდზე დგას და გამახვილებულმა მასზე მზერა და ჩემი მავიწყდება ყოველთვის. ქართველმა კაცმა სწორი გზა უნდა ერჩიოს ღმერთთამიმყვანებელი. ეს არის საკუთარი თავის უფრო ღრმაგამოძიებით, სხვისი ცოდვებისა და ნაკლოვანების უფრო მიტევებით და აი ეს იქნება ის, რაც ჩვენ ეკლესიას სიყვარულში გააძლიერებს, გაალამაზებს და ჩვენ სხვა თვალი დავინახავთ ერთმანეთს და სხვა თვალი დავინახავთ გამოჩნდება ეკლესია სხვა თვალში. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამო, ესეთი ლამაზი ახსნისათვის და კონკრეტულად ადამიანებზეც მინდა გადავიდე, რომ ადამიანები ხშირად ხედავენ ხოლმე და ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი ისეთ ადამიანს, რომელიც მართლა ღირსი არის, ამ ქვეყნად ვერ დაინახავენ და ვინც არის უღირსი, შეიძლება ჩანდეს. აუ იგივე რა ვიცი, ეხლა შეიძლება ხო არ ვისჯებით მეთქი იმის გამო, რომ მე ეხლა ჩემთვის საყვარელი რაღაცა ისეთი ვიქნები, რა ქვია, მიკერძოვებული და ეხლა მე უფე იმაზე ვიტყვი, რა ქვია, სერაფიმეზე, რა ადამიანი, რომელსაც მართლა არაფერი დაუშავებია და ვერ დაინახეს და შეიძლება ვიღაცა ძალიან ბევრს აშავებდეს და იმას აღმერთებდნენ პირიქით, ხო? აი ამ შემთხვევაში მამაო, ხო არ ვისჯებით იმის გამო, რომ აი რაღაცა ღმერთი გვანახებს იმას, რომ აი იმას რაც შენთვის ძვირფასია, რომ ვერ უვლი აი ხა ნახე შენ რა მოგივა სიტყვა ღმერთი კი არა ბჭყალებში ხა ღმერთი არც არ გვემუქრება მაგრამ უბრალოდ ჩვენ თავს ხდება ის რომ განვარჩიოთ კარგი ცუდისაგან და ჩვენ ვერ ვარჩევთ ხოლმე ხშირად ხდება ხოლმე რაღაცა უღირსებს ვადგამთ დაფნის იმას გვირგვინს თავზე რა და თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით ის სონეტი რო არის გამახსენდა და ამომიტირდა და თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით რომ ანუ ვინც ღირსეულია ძალიან ხშირად გული ივა და მწყდება ხოლმე რომ იმას გაატარებენ, ვერაფასებენ და შეიძლება ვიღაცა უღირსი გამოვიდეს და რაღაცის გამო დაფასდეს. რაღაც ანუ ჩვენ რაღაცა მატერიალურად უფრო ვიყურებით ვიდრე სულიერად, იმიტომ რომ ეხლა მისი წესიერება ჩემთვის იყო რა, იცით რომ აი სამაგალითო რომელიც იყო აი მართლა სიღარიბეში ცხოვრობდა რაღაცა და ეს ვერ დააფასეს და შეიძლება ვიღაცა რაღაცა მდიდარი ადამიანი რომელიც რაღაც გულსატკენი არის მე მამო ანუ მომავალში კი შენი ნამუსია ყველაფერი, მაგრამ გიბიძგებს იმისკენ, რომ შენც დააშაო, რაღაცა მოიპოვო, რომ ამის გამო დაგაფასონ. და ტკივა ადამიანს რა, ანუ ფაქტურად ეს ადამიანები გარშემო ვისი გემოვნებაც არის ისეთი, რომ აფასებენ მატერიალიზმს, შენ გიბიძგებენ იმისკენ, რომ დააშაო ცუდი, რომ შენ მაინც დაფასებული იქნები იმ შემთხვევაში, როცა იქნები ესე და მათ მოსწონთ ცუდი ადამიანები, ისე იხედებიან.
ანუ რაღაცნაირად აი ესეთი ტენდენციაა მამაო რაღაცნაირად და ძალიან ცუდი ხედვის ხალხი ჩამოყალიბდით ბოდიშვიხდი რა ამისათვის ანუ გმირებს ჩვენთან ვერ ვაფასებთ რა ეს ყოველთვის ესე იყო ისტორიულად და სხვათა შორის არა გამოკვეთილად ქართველთა შორის არ არის ესე მრავალი ზოგადად ახასიათებს ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში ახასიათებს გარკვეულ ნაციონალურ ჯგუფებს ახასიათებს ესა ამის შესახებ ამბობს შოტლანდიას ბრიტანეთის რუსეთის და უამრავი სხვა როცა ესე და მართლაც არ დაუფასებია და ხა ფაქტია ეს ხდება მაგრამ ეს ხდება იმ გარკვეულ მონაკვეთში ერის ისტორიული განვითარებისა როცა ერი დაცემულია ეს ყველა ერშია ცუდი და კარგი მათ შორის ქართველობა ჩვენ ქართველები არც იმეზე კარგი ვართ არც იმეზე ნაკლები არა ვართ ჩვენ ესეთები ვართ ეს ქართველებია ჩვენი ეთნოფსიქოლოგი და ასე შემდეგ მაგრამ როცა ღირებულების სისტემა ირღვევა და ღირებულების თავში მოექცევა რაღაცა ნაკლებად ღირებული აი მაშინ იწყება ხოლმე პრობლემები ეხლა დღეს ქართველთვის რა არის მთავარი ღირებულება სულ ვახსენებ საკუთარ თავს როცა მტკივნეულ პროცესებში დამედგება არჩევნისა თუნდაც რომ არსი ჩემი დაბადებისა არის ღვთისმსახური მიზანი ჩემი დაბადების ჩემი არსებობის არის სამშობლო სამსახური ჩვენ მოვიაზრებით უყოლა და დანარჩენი არის ინსტრუმენტი რომელიც ამას უნდა მოემსახუროს და ეხლა ქართველსაც მრავალი შეცდომა დაუშვია ქართველს ეხლა როცა ჩვენ ლაპარაკობ რომ სასწრაფოდ დადგენებულ მწყემს ცხვარი არის მენს და ის ვიც ჭეშმარიტი მწყემსია მისი ცხვარს ესმის და მის ხმას მისდევს აბა მოდი ჩვენ ეხლა თუნდაც ბოლო ისტორიული პროცესები ბოლო 300 წლის ისტორიული პროცესები გადავიხედოთ რამდენჯერ მოусმინა ქართველმა სასწრაფოდ დადგენებულ მწყემს და გაყვა მას არ ვიცი ხა და წაგვართვეს სამეფო დინასტია წაგვართვეს ეკლესიის ავტოკეფალია გვეგონა ეს მე მოვიდან იდეოლოგია სოციალ-დემოკრატიული და იმის მაგრამ ეკლესიის ხმას წაყოლო და პატრიარქი კირიონზე ლაპარაკო ამ შემთხვევაში კვლავ სხვა მხარეს აღმოჩნდა ქართველობა ანუ ხშირ შემთხვევაში ქართველმა სასწრაფოდ დადგენებულს ანუ მტრად ცხვრის წყალში შემოსილ მგელს დაუჭირა და რა შედეგები მივიღეთ ნახეთ უამრავი ქართველი მართლაც გაწყდა და განადგურა დღეს ბოფას უფალმა გვაჩუკა იმიტომ რომ არ ვიმსახურებდით ამ კაცს გვაჩუკა კიდე დღესაც მეორედ მადლობა უფალს რომ მე არ გულისხმობ მე რაღაცა მომწავლე მთენებს არ გულისხმობ მე გულისხმობ მის ოპერაციას რომელიც ესეთი თულასაკში შეიძლება ადამიანს გაურთულდეს და ისე მართლა ძალიან კარგად ღვთისშეწევით ჩაიარა ყველაფერმა ამან კიდევ ერთხელ გვაჩუკა და კიდევ ერთხელ გული ვატკინეთ ამ კაცს ახლა როგორია ძალიან ძნელია პატრიარქის ამის გადატანა ამის კიდევ ერთხელ ამ ტკივნულად გადახარშვა ხო მე ერთხელ მახსოვს პატრიარქის სიტყვები ესე მე გადმოც ესეთი რომ მე თქვენ ცხრებად გზდითო და რაღაც მგლებად გლებს გევხატო ხა მამა ამას ამბობს კაცო და ხო ამდენად გულატკენია მისული ჩაღული გუში ჩაღული სისხლი და წრემლი და შეხურა თუ რამე გინდა ამ ქვეყნა ამ შენი თავით ცხონებით და მოიქეც ის ამ კაცო გული არ ეტკინოს და გული არ მოუკლა გული მე რამდენად თორე ისედაც კი ამოს დავიღალე მოდი ჩემთან უფალო და რას ამობს ამათ ხო უნდა გესმოდეს ადამიანს რატო ამოს ამას ადამიანი რა ხო და არ ვიცი მე ჩემი ადლი გამისაზღვრა პატრიარქმა უდლად მაკურთხა ჩემი ადლი გამისაზღვრა სახელმწიფო ურთიერთობაში იცის ტელემაყურებელმა ამის შესახებ და ჩემი პირველი ამოცანა აი ამ გამომდინარე დღევანდელი დღიდან აი ამ გამსაცდელიდან პასუხი არის ის რომ რაც შეიძლება ღრმად რაც შეიძლება ჩაფიქრებულად რაც შეიძლება მაღაზნეობრივად და მაღალი მოწოდების დონეზე შევასრულო ჩემი მოქმედება რაც შეეხება იმ ხალხს ვინც კიდევ ამბობ რომ ხა სხვის არაფასებენ სხვას აი იცით შე რო დააფასო მოდი თქვა ელემენტარულად დააფასო კომპოზიტორი მუსიკა უნდა ელემენტარულად გესმოდეს ხო კიდევ რო დააფასო ხატრობა უნდა გესმოდეს და სიწმინდე რო დააფასო შენც უნდა გქონდეს რაღაცა სიწმინდის ხარისხი რომ ამ თვალით დაინახოს სიწმინდე ჩვენ ვერ დავაფასებ სიწმინდეს მანამდე ვიდრე ჩვენ თუნდა შევიძენთ სიწმინდის თუნდაც მინიმუმს დოგისოდენას რომ აქედან მაინც დავაფასოთ ის დიდული სიწმინდე რაც პატრიარქის სახით ყავს რაც ყავს არ ვიცი ხა მე ლაპარაკობ მეუფე სერაფიმის სახით რომ თქვენ დაასწავლეთ და უნდა დავაფასოთ ეს ყველაფერი ხო ეხლა ერთი თვის განსაცდელია პატრიარქი ამბობ ზოგადად ბოლო დროის ბოლო ჟამის საკითხი დგას ეხლა და ალბათ არ იყიდება ნიშნების სახით გამოჩნდა ყველაფერი ეს რომ
ეს ბოლო ჯამის ქრისტიანული აღსარებლები იქნებიანო და წარმოგიდგენთ როგორია პატრიხი ამოს როგორია ეპისკოპოსი რომელიც მოწამეთა რანგში ავიდა უკვე ის გვირგვინია ეკლესიის გვირგვინია რომელიც მას ადგია თავზე ეს არ არის მარტო პატივი და ერთხელ მათქო პატრიარქს უთქვამს უდიდესი სიმძიმეა უდიდესი სიმძიმე ნამდვილად და პატრიარქს უთქვამს რომ ეს ჯილდოსთან ერთად პატრიარქს უთქვამს რომ უდიდეს პასუხისმგებლობაც გაძლევო შენ ეხლა მე დეკანოზე დააჯილეს არ არის მარტო პატივი ოქრო ჯვარი მიიღე და შენ ეხლა დაიმსახურე ეს არა ამის დამსახურება უნდა მოგიწევ წელი ცხოვრება რომ შენ მოგცე ჯვარი რაღაცა გამორჩეული ჯვარი მოგიწ აბა გამორჩეულად გამოგირჩიეს და ეხლა ხო ამიტომ ქართველმა აი ეს ორი დღეს მე ვხედავ რომ აშკარად ვიღაცას ბოროს მოდი თქვა ერთი რომ ხილული უხილავი ფორმით ეშმაკი აკეთებს ყველაფერს ამას მეორე რომ ვიღაცა ხილული ფორმით სხვა წლებში ახორციელებენ ამას რა თქმა უნდა ვხედავ ამას რა არის მიზანი ამისა ბოროტისა მოდი თქვა არის ის რომ ეკლესია მოწყვიტო პატრიარქმა თქვა ეს ეკლესია ხალხისგან მოწყვიტონ მე თვითონ ვადასტურებ იმას რომ მრევლის ნაწილი ჩვენ დავკარგეთ ასე თქვა წავიდა რაღაცა ლიბერტარიანული იდეოლოგია შემომდინარე რომ იქ რაღაცებზე იყო ეს შემთხვევაში მაისის დემონსტრაცია მე ჩემრევში 2-3 ადამიანი ვერ გავაკავე ვერ დავარწმუნე ნუ მიენდო მათ ანუ ჩემი ხმა არის წმინდა მწყემს ისა სასყიდ დადგინებული ხმა ის წმინდა წავიდნენ დღესაც მაქვს მათთან კონტაქტი მეგობრული უბრალოდ ეკლესიაში ჯერ კიდევ დაბკოლებულები არიან თქვენ ვახსენეთ ეს დაბკოლების და უნდა შევძლოთ რომ ეს სცენარი ეს ჩაიშალოს და როგორ დაიშალოს ჩვენ თუ დავერევით ეხლა ერთმანეთს და ვიტყვით რომ შენ ახლა დამნაშავე შენის გინო და ეს სცენარი უფრო ათმაგად გამძაფრდება ცეცხლი კიდევ უფრო მეტი დაინთება უნდა ჩაცხრეს ეს ყველაფერი ეკლესიის ინტერესი დადგეს წინ მრევლის ინტერესი დადგეს წინ ვიღაცამ მოითმინოს და ვინც მაღალი მოწოდებისაა ვინც მაღალი შეუძლია ანუ წამის გვირგვინი დაიდგას ცილის წამება მოითმინოს ამ შემთხვევაში მამასერა მეუფესერები გულისხმობ ამას ვიღაცამ დაიოკოს თავის ნებები და იმ ნაწყენძმას ხელი ჩამოართვას და ერთმანეთს ძმურად ემთხვიო ხმარზე და კიდევ გამემბა რაიმე ეკეთე რაიმე შვენა დაკვირდება ძმათა ერთად აი ეს სიყვარული აღაშენებს შემდგომში ეკლესიას არა ის ურთიერთბრალება გამოვიძიოთ დამნაშავე დამსაჯოთ უსიცილებლად ამას ეს დავხრიტოთ ეს ჩამოვახშოთ ეს გავაგდოთ ესე არა ესე ეს უნდა სწორედ იხითხითებს მე ეშმა ერთი ტყვით მრავალს მოინადირებს და დამიჯერეთ ახლა ესეთი დასუსტებული ეკლესია კიდევ უფრო უარესი შემდგომი განსაცდელი სცენარის წინაშე აღმოჩნდება რომელიც კიდევ ვერ ჩააბარებს გამოცდას დიახ დიდი მადლობა მამაო და თუ შეიძლება აი ამ ყველაფერს რატო ამბობ ისიც მე ამ ყველაფერზე გული მტკივა და ძალიან მტკივა თან და რატომ იცით რომ ჩემს გარშემო ადამიანი ხა მე რა უნდა მოხდეს ეკლესიაში ხა მე იმდენი განათლება მაქვს რომ ეკლესიიდან არ წავიდე რაც არ უნდა მოხდეს მე ღმერთს მართლა არ დავკარგავ პირიქით იმიტომ რომ რაც არ უნდა ცუდი მოხდეს ვიცი რომ იმ ცუდის მონაწილე მე ვარ და ღმერთი მჭირდება რომ აი ეს ცუდი ამ ცუდიდან გამოვიდე ხო და ამის გამო არ დავტოვებ ეკლესიას მაგრამ ვინც არ უნდა ის მთელი ცხოვრება მთელმა მედიამ რო ცუდი ილაპარაკოს ხო მაინც არ წავალ ამის გამო ძალიან ბევრი მიდის და ყველა ეპისკოპოსმა რო ცუდი თქვას მაინც არ წავალ ეკლესიიდან იმიტომ ჩემს არ არის კი ესე რაღაც ზოგადად არიან სასულიერო პირები მაგრამ ჩემს ეკლესია არის ღმერთი და მინდა რომ კარგი იყოს მისი მსახური თორე თუ კარგი ვერ იქნება მისი მსახური ეხა იუდას გამო არავის არ დაუტოვებია ეკლესია და ღმერთს მით უმეტესად ჩემ თავს ვავნებ ხო სხვას არაფერს და მამო აი იმ ადამიანის მინდა თუ შეიძლება აი ორი სიტყვით თუ მიმართავთ იმიტომ რომ ადამიანი მამო ძალიან დაიღალა ამ ცხოვრებისაგან ამ მატერიალური პრობლემებს უქმნის ამ მართლმადიდებლურ ქვეყნებში ყველას მამაო ბოროტი რომ დატოვოს ეკლესია აბა რამდენს აგონებს რომ აბა სად არის შენი ღმერთი აბა მიდი დაგეხმაროს და ზოგს პური უნდა ზოგს რაღაცა და ისაწყალი ადამიანი მოდის ეკლესიაში მაგრამ ეკლესიაში რომ მოდის და ხედავს ჩვენი დაცემულობიდან გამომდინარე ჩვენ მატერიალურად თვალით ვიყურებით რაღაცას ვერ ვიყოფთ რაღაცას ვერ ვაკეთებთ ასე შემდეგ ხო ძალიან ტკივა იმ ადამიანს და სად წავიდეს უბრალოდ საშვესაც ვერ ხედავს და ძალიან ბევრი თავს იკლავს და ასე შემდეგ ხო არ ფასდება ისიც აი სიტყვაზე ვის რო გაჭირებულია იმასაც არ აფასებენ შეიძლება არ შეხედონ ბევრი ადამიანი თორე არიან უამრავი მოძღვარი რომელიც მათ გულისთვის და მათი გულისათვის მოკვდება ეხლა მე 2-3 ადამიანზე ვლაპარაკობ ანუ ამ ადამიანებმა მამაო რა ქნან ეხლა ამ შემთხვევაში თქვენ თუ ურჩევთ აი ბოლო 5 წუთი დარჩა მამაო რომ
რომ მომსვლელი ახლა გზაში რო შეაჩერა იმან რომ თურმე რაღაცა მოიგონესო სისულელე რო იქ სადღაც იქ საპატრიარქო ცუდ ადგილებში აქირავებს სახლებს რაღაც სისულელი აბსოლუტურად მე ხვალ ამაზე კიდევ ვიტყვი ბევრ რაღაცას ახლა ხვალ მეყოლება მოძღვარი და იმასთან ვისაუბრებ მამა დავითთან უბრალოდ არ მინდოდა ამ საკითხთან დაკავშირებით მესაუბრა და თუ შეიძლება მამო რატო არ უნდა დაბყოლდეს ის ადამიანი რომელიც ამ ყველაფერს ისმენს იმიტომ რომ ფაქტიურად იმიტომაც ხდება რომ დაბყოლდეს ეს ადამიანი და მე წავიდეს და ეკლესიაში კი არ მოვიდეს თავი მოიკლას რომ რაღაცა გაუჭირდება და ღმერთთან არ მოვიდეს მამაო რა ყველაფერი ამ სცენარის გამო ჩვენ მას ხედავთ ეს სცენარი კიდევ ისე იწერება ეს ხაზზე მუშავდება სხვადასხვა ვიღაცის თავებში თუ კაბინეტებში თუ შემდგომში ვიღაც ამას ახორციელებენ ესეთი აქვს ნათქვამი პავლეს მიმოდაითქვას ამ წინა სამეწყოს აქვს მიმოდაითქვას უფარი ენითა წიგნითაითა ანუ სიტყვით ქადაგება სიტყვით სიტყვა მოსმენით და უკვე თუ არა ისმინე ვით არის იწმუნონ უნდა მოვიდნენ ეკლესიაში სახარებაში უნდა ჩაღმავდნენ იქ ეძებონ ქრისტე თუ ვინმეს ქრისტე უყვარს ეს სახარებაშია სახარება ეკლესიაშია ნუ მიაპყრობთ მზერას ესეთი გამომძიებელ მზერას ადამიანის სიუსტეებს ეძებეთ ღმერთკაცი ქრისტე ეძებეთ მოძღვარი შეიყვარეთ ერთმანეთს შეიყვარეთ მამა გაბრიელი ახსენეთ ერთმანეთს შეიყვარეთ იმ ნაკლობანებებით იმ ადამიანურ ნაკლობებს აქვს ადამიანს და შეიყვარეთ ეს თავის სიუსტებით შეიყვარეთ სხვა შემთხვევაში მარტო გამომეძიებელ ესეთი გამომჩხრიკავი მიმომწვრული ბუნებით ჩვენ ერთმანეთს ვერ შევიყვარებთ უნდა ხელი მივცეთ ხელს, უნდა გული გაუწოდოთ გულს, უნდა ერთმანეთთან მივიდეთ. თითოეული ჩვენთაგანი არის სული წმინდის ტაძარი, სული განუზომლად აღემატება ყველაფერ დღევანდელობას, ყველაფერ წარმავალს, სული ცხონებისთვის უნდა ვიმუშაოთ განსაკუთრებულად, გაჭირება ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება, არ დამდგარა ჟამი, არც ერთი არ ყოფილა, არც იქნება ქრისტიანს არ უჭირდეს, რაც უფრო მაღალი ქრისტიანია და ღრმასულიერია, მით უფრო უჭირს, იყო დრო როცა ოქროპერი ამომს რომ მოედნებზე ქრისტეს ლაპარაკობდნენ, მაგრამ მაინც დევნული იყო დიდი წმინდა მამა ჩვენი და დღეს საქართველოს ალბათ უჭირს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს მუდმივი ძალიან ძლიერი საყრდენი ჩვენი სულის გადარჩენისა და ჩვენ გადავირჩიოთ ეკლესიაში სული. უჭირს ქართველობა ზოგადად პატრიარქი ამომს რომ მთელი არსი ჩვენი მთელი ისტორიისა და ჩვენი ხვედრი კათოლიკების არის იბრძოლოს მოდის თავისი ეთნიკური ნიშნის გადარჩენისათვის. ეკლესიაში მოდით ჩემო საყვარელო, მე ვუტევეთ ერთმანეთს ყველაფერი. დიდ მარხვა იწყება ეხლა დამთავრდება მოსამზადებელი პერიოდი, კარგი პერიოდი გვიდგას ამისათვის. მხოლოდ სინანული განაახლებს ადამიანს, სინანული აღაშენებს იმ ხიდს, რომელიც უფალთან მიიყვანს და ჩვენ კი ყველანი ერთად შეკრებს და მივავალთ უფალთან ჩვენი სული ცხონებისათვის. მე როგორც ერთი რიგითი მღვდელი ჩვენ ქრისტეს ეკლესიისა მინდა სიმხნევე, სიმტკიცე სარწმუნოებაში მიმტევებლობა, საკუთარ თავის ცოდვების მოძიება და არასაკუთარ თავის შეძულება. არა, ესე არავითარ შემთხვევაში არა. შემდგომში გადადგმა ნაბიჯი იმისაკეთ რომ კვლავ უფალთან მივიდეთ. ცუდი ვარ თუ კარგი ვარ, პატრიარქის სიტყვებია. უფალო შენი ვარ, მე და შენთან მოვდივარ კვლავ. ჩვენ არა გვყავს არავინ სხვა. თუნდაც ქართველებს, ისეთი ვინც ძმობას გაგვიწევთ. ჩვენ ერთმანეთს ძმები უნდა ვიყოთ. უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი და შევიყვაროთ ჩვენი უფალი, ჩვენი ეკლესია, სახლი უფლისა და აი ეს გადაგავჩენთ მხოლოდ. დაგლოცოთ ღმერთო გაყუროთ ღირსეულ მარხვას გისურვებთ, რომელიც ახლა წინ კარში დგევარ ჩვენ მარხვისა, რომელიც მოაგვამზადებს ჩვენ უდესი მოვლენის შესახვედრად, რასაც აუწყინვალი აღდგომა ქვია ჩვენი უფლისა იესო ქრისტესი, ეს სულის მარადეულობის გამარჯვებაა და ეხლავე შევძლოთ ჩვენი პოზიციებით გავიმტკიცოთ ჩვენი ადგილი ჩვენ ეკლესიაში და არ მივცეთ ამ სცენარს და ამ ბოროტებას იმის უფლება, რომ დაარღვიოს ეს ერთობა და ნებისმიერ თითოეული ცხვარი თუნდაც მოიტაცოს ამ ეკლესიიდან. იმიტომ უფლისათვის თითოეული ჩვენთაგანი ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის მოკვდა და სისხლი დათხია. ჩვენ სისხლდავად გამოსყიდული და არა რაღაცა საფასით. შევიყვაროთ ერთმანეთი, პატივიცებთ ერთმანეთს. დიახ, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო. როგორც ხედავთ, არაფერი აი დაღუპისპირას არ ვართ, ყველაფერი კარგად იქნება, კარგად არის, ამაზე უარესით ყოფილა და მართლა წყალი მიდგება, მოდგება და მე თავის ადგილს აუცილებლად ნახავთ. ეს უბრალოდ შფოთი არის, შეიძლება რაღაცაში დაგეხმაროთ კიდევაც ეს ყველაფერი რაღაც გადაახარისხოთ, თქვენი რწმენა უფრო გააძლიეროთ, თუ უფრო მიხვდეთ, რომ არ უნდა მიიძინოთ და ვიღაცები არ უნდა გამოგეპაროთ და უფრო ფხიზლად უნდა იყოთ და უნდა გაარჩიოთ კეთილი
ბოროტისაგან და ასე შემდეგ და მე ბევრი რამე დავინახე, ბევრმა ვინმე დამანახა მისი თავი და ასე შემდეგ და კარგი არის, ყოველ შემთხვევაში იმას მაინც გასწავლით, თქვენ როგორები არ უნდა იყოთ, ცუცულძი ნახეთ რამე, ისეთები რო არ იყოთ და თუ იმას ისწავლითო, ცუდები არ იყოთ, ეს აუცილებლად ეკლესიაში უნდა მოგიყვანოთ ამან. თუ ისწავლით იმას, თუ ცუდები იყოთ ამ მდგომარეობაში, მაშინ ეკლესიიდან წახვალ და ეს უკვე ყველა სიცუძეზე მეტია, როცა ადამიანი ეკლესიიდან მიდის, იმიტომ რომ ჩვენი პრობლემა ერთ-ერთი პრობლემა განათლებაა. განათლება ეს უნდა შეერთდეს, აუცილებლად განათლება ნიშნავს სწავლას, ცოდნას და სულიერებას ერთად შეერთებულს. ჩვენ ქართველი დღეს სულიერად ნაკლებად განათლებული ვართ. უნდა შედგეს ეს განათლებულობა სწავლით, სარწმუნოებისა და შემდგომში წმენის საქმეებში ჩადებული. ეს ორი ერთად მოგცემს განათლებისაც. ეშმაკს არ მისცემს საშუალებას სიბნელეში განყოფოს. დიახ, უღრმესი მადლობა მამაო და რა ვიცი, ბედნიერებას გისურვებთ ყველას, ვიცი რომ ძალიან დარდობთ და ვინც დარდობთ დღეს ამ ყველაფერზე ძალიან ათასობით წერილი მომდის უცხოეთიდან, რა ვიცი, ბევრი თქვენ იცხოვრეთ ისე როგორც თვლით რომ ღმერთს გაიხარდება, რა ვიცი, თქვენ მოძღვარს დაუჯერეთ და ნუაყვებით რუსთავიორებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი პროფილი არის და ჭორაობის ის არის, რა ქვია და არ უნდა აყოთ ესე ტელევიზიებზე საერთოდ არც უყუროთ ხოლმე, იმიტომ არ დაიღალოთ. მე გიხდი დიდ მადლობას იმისათვის რომ მოგვისმინეთ ხვალ საღამოს ხრისნახევრისათვის მე დაგიბრუნდებით ისევ მამა გიორგი დორეულთან ერთად და აუცილებლად იქნება რაღაც ცოტა კაი ისეთი ცოტა დაამძიმებს კიდევაც ერთ-ერთ ისეთ რაღაცებზე ვისაუბრებ დღეს უბრალოდ არ ვისაუბრეთ ყველაფერზე დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო ესეთი ლამაზი ეთერისათვის მამა დავით ლონდარიძე გახდა ჩვენი სტუმარი მე გახდით გიორგი დარასელია კარგად ზანდებოდეთ და ეს დილით გავა ეს გადაცემა განმეორებით ფონდი ერთობა შეგიძლიათ მოიწონოთ Facebook-ზე და იქ არის აუცილებლად ეს გადაცემები ყველა იდება ხვალ საღამოს 9:00-ისათვის დაგიბრუნდებით კარგად ზანდებოდეთ დროებით მე კი გახდით გიორგი დარასელია